ქალბატონებო და ბატონებო, სანახაობა გრძელდება. მე ანუ ჩვენ ახალი ამბებით გიბრუნდებით. და ვიდრე ახალ ამბებზე გადავალთიქრებ, გავიხსენოთ ის, რაც უკვე ვნახეთ. ხო, კი. ბევრი რამ ვნახეთ. ხო, კი. მაგალითად, ბელმას დაპატიმრება. კიდევ ერთი მკვლელობა და როქსის ციხეში გადაყვანა. გავიცალით სხვა მკვლელი ქალები. დამგობელი მკვლელი ქალები. ჩვენ სანახაობრივი ეფექტების მიღმა ყოველთვის დგას უმძიმესი ყოველდღიური რეპეტიციების პროცესი. დასი აერთიანებს სხვადასხვა ამპლუის არტისტებს. მათ უწევთ იყვნენ უნივერსალურები. ერთდროულად კარგად იცეკვონ, იმღერონ და შექმნან საინტერესო სახეები. ვფიქრობ, რომ ეს სფერო და ეს ჟანრი უფრო სწორად, მუსიკალური ჟანრი არასოდეს არ მომბეზრდება. პირიქით ეს შეიძლება გახდეს რაღაცნაირი მომღერლისთვის რაღაც ძალიან დიდი ზრდის გზა, პროფესიული ზრდის გზა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღე-ღამეში 48 საათს ვარჯიშობენ და მეცადინეობენ. ბროდვეის მსახიობებს გულისხმობთ. დიახ, ნამდვილად ასეა და სულ სხვა მზაობა აქვთ მათ ფიზიკური ამის გეთანხმებით. თუმცა ჩვენც არ დავაკელით ნამდვილად, იმიტომ რომ აქ იყო გიორგი ტორიაშვილი, იგივე ზალიკო და ჩვენ უკვე მსახიობები და მომღერლები სცენაზე, ვინც დაუღალავად ვიშრომეთ იმისთვის, რომ რამდენიმე მიუზიკლი რაც არის უკვე თეატრის რეპერტუარში ჩაშვებული, მაყურებლამდე და მსმენელამდე მიგვეტანა იმ დონით, როგორც იმსახურებს მაყურებელი. მსახიობობა და ზოგადად არტისტობა როცა გინდა, ამისთვის მზად უნდა იყო. ამიტომ ამის მოლოდინიც ჰქონდა და პირიქით ეს სასიამოვნო არის. სხვა პროფესიის ადამიანებს ალბათ გაუგებარია ეს შრომა. თუმცა, როგორც ჩვენთვის რაღაც დაუშვათ, სხვა რამ გაუგებარი იქნება და ასევეა ალბათ სხვისთვისაც, ამიტომ პირიქით ძალიან სასიამოვნო პროცესი არის. ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია, ამიტომ ჩემთვის უფრო რთულია დიდი ხანია უკვე უბრალოდ დგომა და ისე სიმღერა სცენაზე. ანუ დავანებოთ თავი ამასაც რა, თეატრს, ისედაც თუნდაც ჩემი ბენდით და ასე შემდეგ, ნებისმიერ დროს როცა სცენაზე ვდგავარ, ანუ თუ იყო ადრე პირიქით, როდესაც რაღაც თავიდან განახლება მქონდა ჩემი მუსიკალური კარიერის და თავიდან ვიდექ ფაქტობრივად სცენაზე როგორც მომღერალი და რაღაც დისკომფორტს ქმნიდა ან მოძრაობა ან რაღაც, ძალიან დიდი ხანია უკვე პირიქით ვარ რა. ამ მოძრაობით უფრო შოუს ელემენტებით, ესე ვთქვათ, ვამრავალფეროვნებ ჩემს პერფორმანსს და პირიქით, რაც უფრო მეტი სამოძრაოა, მით უკეთესია ნებისმიერი არტისტისთვის ალბათ სცენაზე ყოფნა. ვალები მივხვდები თუ კი გჭირდები როცა ასე იმზერს ხალი სწორედ მაშინ ვარ მე მდიდარი და თუ ვინმე შემიარშერა მე ვეთქვი აშერაც ერთადერთი ჩემთვის სიყვარულია შემთხვევით ხომ არ ფიქრობთ რომ მე თქვენ პირველ რიგში ხო ვფიქრობ რომ ეს რა თქმა უნდა მეტწილად არის კლასიკური აკადემიური ვოკალის დამსახურება ის კლასი რაც გავლილი მაქვს რომ თქვათ არის მისუნთქვა სცენაზე ნაკლებად შეიძლება დაიღალოს სწორად შეგიძლია რომ გადაანაწილოს უნთქვა დატვირთული ფიზიკურად დატვირთულ ნომერში ხო გავსი გამოცდილება აი ასეთი დატვირთვის იყო პირველი ჩიკაგოს ხულის ხომ და მადლობინდა რომ ზალიკოს ვუთხრა რომ ეს შესაძლებლობა მომცა ცხოვრებაში იმიტომ რომ ჩემი ოცნება იყო რომ მუსიკაში მეცადა ჩემი თავი პრინციპში გამოწვევა იყო იმიტომ რომ როცა არიცი რეალურად გამოგივა თუ არ გამოგივა სადღაც გულში გრძნობ იმედი გაქვს საკუთარი თავის ნამდვილად არის იმ სხვანაირად არ გადადგა მამნაბიც იმიტომ რომ გონია რომ თუ სადღაც რაღაც პროცენტი საკუთარ თავში არ ხარ დარწმუნებული რომ ეს გამოგივა არ უნდა გადადგა ის ნაბიჯი მეც ალბათ რაღაც თვითდაჯერება ცოტა მაინც მქონდა და ამ თვითდაჯერებას მოვეკიდე შემდეგ წამოვეკიდე ასე ვთქვათ და გამიღვივდა
უკვე პროცესში. მოკლედ, როდესაც ტრიბუნასთან მოვკავათდები, ნაბიჯ მსაჯულებს ჩვენ ხედავ. შემდეგ კი ფეხებს აი ასე გადავაჯვარედინებ. შემდეგ, როდესაც არისონი ჯვარედინ დაკითხვას დამიწყებს, ფიქრობ, რომ მივცემ მათ ამ სიამოვნებას. თუ დავიყურებს ასე ავკანტონები, ავკანტონები, ხომ შეწყვიტეს. სცენაზე ხელს არაფერი არ მიშლიდეს პირიქით. მაქსიმალურად უნდა გიწყობდეს ყველაფერი ხელს. და კოსტუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ საერთოდ, იმიტომ რომ როდესაც იცვამ და ირგებ უკვე სასცენო კოსტუმს, ყველაფერი იცვლება. აბსოლუტურად ხასიათიც მეცვლება, სულ სხვა განწყობა მექმნება მე თვითონ და შინაგანად ჩემი სხეულიც, ფიზიკაც და ფსიქოლოგიურადაც მზაობა მაქვს იმისა, რომ სცენაზე უნდა გავიდე და თვითონ პერსონაჟის თვალსაზრისითაც, ძალიან მგეხმარება აი ესე რომ ვიმღერო ჩიკაგო და გავიდე, რა თქმა უნდა, ეს იქნება უდიდესი დისკომფორტი ჩემთვის და როდესაც კარგი კოსტიუმი გაქვს, მით უმეტეს შეკერილი და ლაშა ჯოხაძეს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და მორგებული თავიდან ბოლომდე შენზე აბსოლუტურად, არც აი პატარა ნიუანსიც კი გათვალისწინებული ქონდა ლაშას ყველა მსახიობის აბსოლუტურად. პირიქით ეს არის უმნიშვნელოვანესი, როდესაც თავს გრძნობ კარგად კოსტიუმში, რაც გაცვია. ამიტომ ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კოსტიუმი, ძალიან მნიშვნელოვანი. სამივე თემა ძალიან ნაცნობია და ბევრისთვის ძალიან საყვარელიც არის და ამის გამო ბევრს ფიქრობ, რომ როგორ შეიძლება თვითონ გადაწყვეტა გააკეთო, რომ მაყურებელს ცოტა სიახლეც შესთავაზო და ძველიც არ დაუკარგო. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს მე რეჟისორთან ერთად, ამ შემთხვევაში ზალთან ერთად ვფიქრობთ, როგორი გადაწყვეტა იყოს, რომ მაყურებელამდე უფრო საინტერესოდ მივიტანოთ. თვითონ გარემოც გიწყობს ამაში ხელს, ძალიან საინტერესო გარემო არის და ცდილობ, რომ ეს ყველაფერი ამას მოარგო. და თვითონ კონცეფციაც ხო, მარტო სცენა არა, თვითონ რაღაც როგორიც გადაწყვეტა არის ამ დარბაზის მთლიანად, რომ თან მაყურებელი მაგიდასთან ზის, მიირთმევს და თან გიყურებს, რომ ეს რაღაცა უფრო მეტად ცოცხალი იყოს კიდე მოქმედებაში. თქო და ყველა ნიუანსი და დეტალი არის გასათვალისწინებელი. კიდევ ისიც რომ სცენა ცოტა ამაღლებულზე არის და მაყურებელი ცოტა ქვევიდან უყურებს. ეს ვიზუალურად როგორ გამოჩნდება, სიგრძე, ყველა რაღაცა ნიუანსი, ფერი და რა თქმა უნდა ქსოვილი მასალის შერჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ კომფორტული იყოს, არ შეუშალოს და ამავე დროს ლამაზიც იყოს. კორექტირები ბოლო წამამდე შეგაქვს მე მგონი. მე ყოველ შემთხვევაში ბოლო წამამდე შემაქვს ხოლმე რაღაცა შეიძლება დეტალი შევოცვალო, რომ მსახიობს არ შეალოს ხელი, მაგრამ მაინც მე რომ ვუყურებ, მეც ვფიქრობ ხოლმე რომ შევცვლიდი და არა ვარ არასოდეს ბოლომდე დარწმუნებული და კმაყოფილი, მაგრამ უკვე ხანდახა გვიანია. მუსიკალი გულისხმობს სცენაზე ერთდროულად ათეულობით ადამიანის დგომას. ამ დროს პარტნიორის შეგრძნება და სინქრონის დაცვა მსახიობისგან გარკვეულ უნარებს მოითხოვს. აი ამ დროს კავშირს როგორ ამყარებთ ერთმანეთთან? ხვალის ბოლო კუთხიდან. მართლა. არის რაღაც ხრიკები, რაც მხოლოდ სცენაზე ისწავლება იქვე იმ მომენტში გამოცდილებაზე დაყრდნობით. ან გამოცდილება არა და უბრალოდ გეუბნები, რომ იცი რა, როგორც კი გაიხედავ, ცალი თვალს გააპარებ, შეხვდები შენი პარტნიორის ადგას. სულ რომ ვერ ხედავდე ხანდახან გრძნობ. მართლა გრძნობ, ეს არის უხილავი კავშირი, რომელიც რაღაცნაირად აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან იმ წუთას სცენაზე. არის ეს კავშირი, ნამდვილად არის. ამიტომ ის სინქრონი, რომელიც დამუშავებულია არაერთხელ, ყველაფერი ხდება სცენაზე. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით გრძნობ თითოეულ ადამიანს, რომელიც შენთან ერთად იმ წუთას დგას სცენაზე. დგავარ ჩემთვის სამზარეულოში ქათამს ვამზადებ ვახშმისთვის. ამ დროს გაცეცხლებული შემორბის ჩემი ეჭვიანი ქმარი და დამკვირის მერზევესთან მიღალატე. ჭკუიდან შეშლილი ბოლო ხმაზე დამკვირის და არ ჩერდება ერთი და იგივე სიმეორებს. მერზევესთან მიღალატე. იწექი მერე ჩემს სამზარეულოს დანას დასწდა. დამდანას 10 ჯერ წამოეგო.
შემთხვევით. მე ყველი არ ვარ, ეს ზუსტად ვიცი, თუმცა ვერც ვერავის გამხურნე. მუსიკლის შექმნა ცოცხალი პროცესია, სადაც რეჟისორი, მუსიკალური ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი და სცენოგრაფი ერთ ენაზე უნდა ამეტყველდნენ. როდესაც შემოქმედებითი გუნდი მრავალი წლის განმავლობაში უცვლელია, ყალიბდება ნდობა, რომელიც ნებისმიერ ტექნიკურ სირთულეს ამარცხებს. კი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კომფორტს გიქმნის, როცა უკვე რამდენჯერმე გაქვს ნამუშევარი და თითქოს ერთ ენაზე ლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ფუფუნება არის და სიამოვნებაც არის ესე მუშაობა. მარტივად და კონკრეტულად რო თქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტისთვის არის ის, რომ როდესაც მიდის თეატრში, იყოს ბედნიერი. და მე მიხარია, რომ ეგრე არის. ჩემ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ადამიანის შემთხვევაში, ვინც ჩვენთან ერთად შრომობს აქ და ეს არის არა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებული სპექტაკლები გამოგდის, თუმცა ამას ყველაზე დიდი შრომა ჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ სწორად შერჩეული ადამიანები არიან აქ და დარწმუნებული ვარ, კიდე შემდგომშიც ვინც შემოგვემატებიან, იქნებიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვიქნებით ყველანი ერთად ბედნიერი და გავაკეთებთ ჩვენ საქმეს. ძალიან შეკრული დასია, ძალიან კარგი ხალხი არიან, ძალიან ყველა აბსოლუტურად და ერთმანეთს ვეხმარებით, რაც ყველაზე მთავარი. და როდესაც იგრძნობა ეს ურთიერთობა ერთმანეთში, როდესაც ერთმანეთს ეხმარები, როდესაც ხედავ, რომ აი მაგალითად ის რაღაცა სხვათია დაკავებული და მოდი მე ხა ამას გავაკეთებ, რომ დროს წინ წავიდებ, ეს ხომ აი ერთად ხდება. აქედან გამომდინარე, მე უკვე გამოდის ის პროდუქტი, რაც უნდა გამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში მე ეს მიმაჩნია, რომ რაც უფრო შეკრულია და ერთად არის, დასი უფრო კარგი პროდუქტი გამოდის. ჰოპ, არაფერი ხდება. ნამდვილად, უბრალოდ გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი მსახიობები იდგნენ ჩემს გვერდით და გამიმართლა იმაში, პირველ რიგში ალბათ, რომ დავიბადე ისეთ ოჯახში, სადაც მინდოდა თუ არ მინდოდა მასწავლიდნენ რაღაცებს. ამან განაპირობა ძალიან ბევრი რამ, რომ მე მათთვის ხელი არ შემეშალა, ვინც სცენაზე იდგნენ. ეს იყო ალბათ ამომავალი იმისა, რომ ვბედავდი, რომ დგარიყავი სცენაზე, რომ მე თქვა სიტყვა სცენაზე სწორად და ბევრიც მასწავლეს, ალბათ ბევრსაც მასწავლიან და სახლშიც მასწავლიან. მოკლედ სულ სწავლობ და ვნახოთ სადამდე გაგრძელდება ჩემი სწავლა განათლება. ყოველთვის არტისტს უფრო და უფრო მეტი უნდა. თუმცა თითოეული ჩვენი, ესე იგი, რეპეტიციით, პერფორმანსებით, ყველაფრით ვარ უსაზღვროდ კმაყოფილი. ყველაფერს და წარმატებებს თავი რო დავანებოთ, მხოლოდ ამ ადამიანებთან ურთიერთობის გამოც. დაწყებული ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელიდან ზალიკო ჩიქობავათი დამთავრებული თითოეული არტისტით, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს და რაღაცნაირად დიდი მეგობრობა გვაქვს ამ თეატრში, ძალიან დიდი მეგობრობა და მართლა თამამად შემიძლია, რომ თითოეული ვხარავთ ერთმანეთის წარმატებით და საერთო ჯამში კიდე ჩვენი ახალი მიუზიკლის წარმატებით. ამიტომ ველოდებით ხოლმე უფრო სხვა კიდე ახალი მიუზიკლების დადგმას, თორე დანარჩენით მართლა გულწრფელად რო თქვა, ყოველგვარი რაღაც ზედმეტი რაღაცეების გარეშე მართლა კმაყოფილი ვარ და ალბათ რასაც ველოდებოდი პირველ რიგში ის მივიღე, რაც არის ეს ოჯახური აღქმა ამ ყველაფრისა რა. ჩემ საქართველოში ვიცა სიმშვიდე და როგორც გრუხი ვიწიწილე აქ ყველა მიყვარს, ყველას უყვარვა ასეთი სისტემა რიცვლება რაც არ უნდა ქნა.
რეპეტიციების დროს გაწეული წარმოუდგენელი შრომა, გათენებული ღამეები, დაღლილობა, ყველაფერი დავიწყებას მიეცემა, როდესაც დარბაზში შუქი ქრება და მაყურებლის აპლოდისმენტები სივრცეს ავსებს. იმ შედეგის გამოვირს ყველაფერი ნამდვილად, აბსოლუტურად. მსახიობის, რეჟისორის, სცენის ნებისმიერი წევრის, ვინც გეხმარება კულისში, ვინც გეხმარება კოსტიუმზე, ვინც გეხმარება ქორეოგრაფი, ყველაფერი ღირს მარტო იმად, რომ მე მაყურებელმა ეს შეაფასოს. ანუ ეგ არის, ეგ ვიყვარს. ყოველ შემთხვევაში მე ესე მიმაჩნია. ეგ არის ის, რაც გაძლევს იმის ძალას და ენერგიას, რომ იმუშაო და ის რომ ვერ დგები, მაგრამ უნდა მიხვიდე, რადგან ანუ რატომ უნდა მიხვიდე? ხომ შეიძლება რომ თქვა, ვიცი, დღეს ვერ მოვალ, ვერ ვარ კარგად. არა, უნდა მიხვიდე, იმიტომ რომ დაგეგმილია პრემიერა რაღაც დღეს და მაყურებელს უნდა აჩვენო, ჩააბარო, ამ შემთხვევაში გამოცდა, აი რა გამოგივიდა. კმარა, ქალებო, კმარა. რაღაცა გამოგივა, რაღაცა არ გამოგივა, ეგეც ბუნებრივად მიმეჩნია. თუ რაღაცა არ გამომივიდა, ეგ არ ნიშნავს, რომ გავჩერდე. პირიქით, ანუ ის რო არ გამოგივიდა, ეხლა სხვა სცადე და სხვა აუცილებლად გამოგივა. ამიტომ ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ მაყურებლის შეფასება მგონია ყველაზე მთავარი. ამიტომ შრომობთ, ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს. Angezets da shows achwenen es mostos khasta asperat shneven აბსოლუტურად მავსებს ეს პროცესი. კი ბატონო, ცალკე მუსიკაზე ვმუშაობ, ეს ჩემი მოვალეობა ამ შემთხვევაში, მაგრამ სულ სხვა არის, როდესაც იმდენად ახლოს ვარ თეატრთან, მთელი ცხოვრება მომიწია თეატრში ყოფნა, რომ ორმაგად განვიცდი ხოლმე ამას ემოციურად, კარგი გაგებით განვიცდი, რა თქმა უნდა და ეს ჩემთვის აი უდიდესი სიამოვნება სპექტაკლზე მუშაობა. იმიტომ რომ სპეციფიკა არის სულ სხვა. აი მე მუშაობ პერიოდულად ცალკე მუსიკაზე, მაგრამ როდესაც მე ვარ თეატრში და თეატრთან ერთად არის მუსიკა, ჩემი ეს ძალიან ხიბლავს კი არა და ძალიან მავსებს. ემოციურად, რა ვიცი, ყველანაირ. ძოლი მექანიკოსის დღეს ვარსკვლავია Roxy და ნუ თუ ჯერა არ გჯერა ეს ფრიკას და მოკლავ მას და შენ ვარსკვლავი ხდები ხმა შევდი Roxy ოც წუთში უნდა ჩავეტიოთ, კარგ დღეს გისურვებთ, თქვენი იმედი მაქვს. სცენას გამოდიხარ და ხედავთ სუფრა კაშვილი. ხერხულობა არის? არ არის და გეტყვით, ჩვენ როდესაც სცენაზე ვდგავართ, არავინ არ ჭამს. ამ დროს არავინ არ ჭამს, იმიტომ კი არა რომ ჩვენ გვიყურებს ყველა. არა, უბრალოდ მაშინ მათთან არის სუფრაზე, ხო ეს არის შესვენების დროს, როდესაც მაყურებელი და მსმენელი, ასე ვთქვათ, მიირთმევს კერძს სხვადასხვას და აგემოვნებენ, მაგრამ უკვე როდესაც ფარდა იხსნება და ახალი აქტი იწყება, იქ არავინ არაფერს არ მიირთმევს და სრულიად ჩართულები არიან თავიდან ბოლომდე უკვე რაც ხდება სცენაზე. ნუ კაბარე რა შეგვიძლია დავარქვათ და ასეც არის. ვიცი რა, თავის ხიბლი აქვს. თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ სპექტაკლებს ხო თამაშობთ ხოლმე სხვადასხვა სივრცეებშიც, ნუ სპექტაკლად, არა კაბარეთ დაუშვათ და რა თქმა უნდა იმ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. ნუ ის დრამატულ თეატრებშიც გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი გამოცდილება იყო თავიდან და ყველა ვინც აქ ვართ რაღაცნაირად ალღვა უგეთ ამ ყველაფერს და
ну აი მაყურებლებიც როგორ გითხრა, სპექტატორები არიან რა, შეიძლება ესეც ითქვას რა, ბოლომდე ჩართულები არიან, პირდაპირ უშუალო კავშირი გვაქვს ხოლმე აუდიტორიაშიც არის ბევრი სცენა თამაშდება აქ და თუნდაც ისიც რომ ისინი სუფრებთან ზიან, ესეც გათამაშებული არის, ამიტომ რაღაცნაირად რო ვთქვათ, რომ ან დისკომფორტს ქმნის ან რაღაც არა, პირიქით რაღაცნაირად ამ სივრცეს შევეგუეთ, აღვიქვით საჩვენოდ და მგონია რომ შეერწყა რა ეს კონცეფცია, რასაც თეატრი გულისხმობს ერთმანეთს რა, ანუ სცენა, ქვევით აუდიტორია და ასე. ზეცაზე მზეა და მიწაზე შენ ხარ ხელდამშვენებული მოვედი შენთან და ესა ჩუქარი მიიღე ჩემგან შენს დარდებს სულ მალე წაიღებს ქარი საცოლე გიპოვე თავადის გვარის ქვეყნის თვალია ლამაზი ქალია ბულბულის დარი შვიდი და წყნარია და რაც თავარია დიდარიც არის თეატრი აგრძელებს თავის გზას, ახალი პროექტებისა და ორიგინალური ქართული მიუზიკლის შექმნის იდეით, რომელიც მათ სამომავლო გეგმებშია. კი, სურვილი ამისი არის ფიქრები, არის რაღაცა მცდელობები, რაღაცა ასე ვთქვათ უფრო ფიქრის პროცესი, მაგრამ ხო, ნუ ესეც არის, ხა არ არის ადვილი შესაქმნელი და გასაკეთებელი. თუმცა ესეც საკმაოდ დიდ რესურსებს მოითხოვს ის, რომ დაუშვათ ორიგინალური და მიუზიკლის შექმნა. ბიუჯეტურადაც ეს ბევრად უფრო ზრდის და აქედან გამომდინარე, ხო, ნუ არ ვიცი, ალბათ ესეც შეიქმნება, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ ამ მიმართულებით, ჩემთან ერთად ჩემი ჯგუფიც ფიქრობს ამ მიმართულებით და ალბათ რაღაცა იქნება. ჩვენ კომპანია ვართ, კონცესკვილი ჯგუფი, რომელიც ფლიანობაში ერთობლივად და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებსაც, დაუშვათ, ხო, ჩვენ ძალიან დამოკიდებული ვართ შემოსავალზე, სპონსორზე, მხარდამჭერზე, მეგობარზე და ასე შემდეგ, რომ შევქმნათ და დავდგათ და ახალი პროექტები განვახორციელოთ, ხო? და პარალელურად ამისა კიდე რაღაცა მოძიება და ასე შემდეგ, ხო, ყველაფერს ხო ძალიან დიდი ჯგუფი ხელმძღვანელობს და შეჯერობით ნორმალურად მივდივართ თავისთავად, სირთულეები იყო, არის და ალბათ იქნება, იმიტომ რომ სხვანაირად არ წყდება ხოლმე სამუშაო პროცესში, ყველაფერი ასე ვთქვათ, ხავერდოვანი არასდროს არ არის და არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რაღაც ახალის ძიებაში ხარ ყოველთვის რაღაც ახალს ეკიდები და როდესაც ახალს ეკიდები იქ სირთულეც ჩნდება, რომელსაც უნდა მოერია და შემდეგ უკვე შეიძლება ის ხისთვის უკვე გამოცდილი და გავლილი და გაკვალული გზა აღმოჩნდეს. თეატრი გვიჩვენებს, რომ კულტურული სივრცეები არ უნდა იყოს სტატიკური. ხელოვნება ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად იცვლება და ერგება დროს. სწორედ ახალი ფორმების ძიება, ჟანრების სინთეზი და მაყურებელთან პირდაპირი დიალოგი ხდის ამ დასს გამორჩეულს თანამედროვე ქართულ თეატრალურ რუკაზე. 5 წუთი და დავიწყე. მუსიკა განათლება.